საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირების პერსპექტივა ჯერ ბუნდოვანია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და ამერიკა-ირან შორის ჩიხში შესული მოლაპარაკება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. დონალდ ტრამპი ირანზე ზეწოლის მოხდენას ჰორმუზის სრუტის ბლოკადით ცდილობს. მიზანი თეირანის საკუთარ პირობებზე დათანხმება. ენერგორესურსების გადაზიდვის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო არხის ჩაკეტვა კი გლობალურ ეკონომიკას სერიოზულად აზარალებს და ენერგოკრიზისს სულ უფრო ამძიმებს. ირანული პორტების ბლოკადის გახანგრძლივებამ ბარელი ნავთობის ფასი დღეს კიდევ უფრო გაზარდა. ექსპერტები ჰორმუზის სრუტის დროულად არ გახსნის შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბით კატასტროფულ შედეგებს პროგნოზირებენ. რეალური საფრთხეების ფონზე თეირანის მისამართით მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომის და ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმისკენ მოწოდებები ძლიერდება. მოქმედების რა სტრატეგია აქვს ვაშინგტონს ირანის მიმართ დროებითი მყიფე ზავის და მოლაპარაკების პროცესის გაყინვის ფონზე. ლევან ახალაია დეტალებით. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ზრდას კიდევ ერთხელ მოყვა ნავთობის გაძვირება. შავი ოქროს ღირებულებამ დღეს დილით ბარელზე $126 მიაღწია. ეს სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ბაზრების ასეთი რეაქცია დაკავშირებულია გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოტენციური სამხედრო მოქმედებების ახალ გეგმას ამუშავებს. ამერიკული მედია წერს, რომ ამერიკის ცენტრალური სარდლობა დონალდ ტრამპს წარუდგენს ირანის ტერიტორიაზე ხანმოკლე, თუმცა ძლიერი დარტყმების განხორციელების წინადადებას. წყაროები ასევე ამტკიცებენ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთში უახლესი ჰიპერბგერითი რაკეტების გაგზავნაც სთხოვეს. კიდევ ერთი გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის ნაწილის დაკავებას, რათა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზა კომერციული გემებისთვის გაიხსნას. ამასთან ერთად ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი ირანული პორტების ბლოკადას გააგრძელებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. მისივე თქმით, ირანთან შეთანხმება ვერ შედგება, თუ თეირანი ბირთვულ იარაღზე საბოლოოდ უარს არ იტყვის. ბლოკადა ეს გენიალურია. ბლოკადა 100%-ით სრულყოფილია. ეს აჩვენებს, რამდენად კარგია ჩვენი ფლოტი. მინდა გითხრათ, რომ არავინ აპირებს თამაშს. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს და მე შევქმნი მისი დიდი ნაწილი ჩემი პირველი ვადის დროს და მას შემდეგ ამას ვაგრძელებთ. ვერავინ ახლოსაც კი ვერ მოვა. თქვენ ეს ნახეთ ვენესუელის მაგალითზე და მათ ჰყავდათ კარგი არმია ვენესუელაში, მაგრამ ყველაფერი ერთ დღეში დასრულდა. ეს ყველაფერი ფაქტობრივად 48 წუთში დასრულდა. ირანიც იგივეა, გულისხმობს სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ ისინი გავანადგურეთ. მათ არმია აღარ დარჩათ. მათ დარჩათ მხოლოდ ფლოტი ზღვის ფსკერზე. მათი სამხედრო საჰაერო ძალები ვეღარ იფრენენ. ახლა ისინი უბრალოდ უნდა დანებდნენ. მათი ეკონომიკა ცუდ დღეშია. ეს მკვდარი ეკონომიკაა. საპასუხო მუქარები გაისმა დღეს თეირანიდან. ირანის უზენაესი ლიდერის მიერ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში მოჯტაბა ხამენეი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ომში დამარცხდა და უცხოელების ადგილი სპარსეთის ყურეში არ არის. გარდა ზღვის ფსკერისა. მისივე თქმით, რეგიონის მომავალში ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობას არ მიიღებს. ანალოგიური განცხადება სოციალური ქსელებით გავრცელა ირანის პარლამენტის თავმჯდომარებაც. დღეს ჰორმუზის სრუტის მართვით ირანი უზრუნველყოფს საკუთარი თავისთვის და მეზობლებისთვის იმ მომავლის ძვირფას კურთხევას, რომელიც თავისუფალი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების აქ ყოფნისა და ჩარევისგან. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ომიდან თითქმის 2 თვის შემდეგ და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გახანგრძლივების ფონზე ირანის ეკონომიკაში პრობლემები უკვე თვალსაჩინოა. ქვეყნის ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა, რაც ქვეყანაში ინფლაციურ პროცესებს კიდევ უფრო გაამწვავებს. ირანული მედიის ცნობით, მხოლოდ წინა თვეში ქათმის ხორცი 75%-ით, ხოლო რძის პროდუქტები 50%-ით გაძვირდა. მომატებულია იმპორტირებული წამლებისა და სამშენებლო მასალის ფასიც. თუმცა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ირანის ხელისუფლება მოვლენების ამ სცენარით განვითარებისათვის მზად აღმოჩნდა. ფიქრობ, ირანის ხელისუფლებამ გადარჩენის უფრო გრძელვადიანი პერიოდი გათვალა, ვიდრე დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ. ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ისინი ცნობილები არიან რეპრესიული ზომებით. მათ გათვალეს, რომ ხალხი დანაზოგს გამოიყენებდა. სწორედ ასე გადაირჩინა თავი ხალხმა ბოლო წლებში, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ. სპარსეთის ყურეში ომისა და მნიშვნელოვანი საზღვაო გზების ბლოკირება აისახება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზეც. ევროსტატის მონაცემებით აპრილის თვეში ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 3%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. ენერგომატარებლებზე ფასები წლიურად 10.9%-ით გაიზარდა, საკვებისა და ალკოჰოლის ფასებმა კი 2%-ით მოიმატა. მიუხედავად ამისა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ამ ეტაპზე უცვლელი დატოვა. ჰორმუზის სრუტის გაჭიანურებული ბლოკადის შედეგად ნავთობის გაძვირებას უკვე გრძნობენ ამერიკელი მომხმარებლებიც.
ბენზინი უნდა ჩავასხა, თორემ რას ვიზამ, სამსახურში ფეხით მივა, თუ ველოსიპედზე დავჯდები და სამსახურში პედლების ტრიალით მივა. ჩვენ ეს არ გვინდა. ეკონომიკურთან ერთად ირანთან ომმა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას პოლიტიკური პრობლემებიც გაუჩინა. კონგრესში გამართულ სხდომაზე პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰექსეტს კანონმდებლებისაგან ხისტი კრიტიკის მოსმენა 6 საათის განმავლობაში უწევდა. დემოკრატი კანონმდებლების კითხვები ეხებოდა როგორც სპარსეთის ყურეში საომარ მოქმედებებში დახარჯული 25 მილიარდი დოლარის, ისე ზოგადად ომის წამოწყების მიზანშეწონილობასაც. ის რასაც ირანი ახლა აკეთებს ფაქტობრივად მეკობრეობაა, ეს ტერორიზმი, ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო გადაზიდვებს და ჩვენი ბლოკადა მსოფლიოსთვის სიგნალია, რომ ჩვენ რეალურად ვაკონტროლებთ ამ სრუტეს. და მე ამ კომიტეტს ვკითხავდი, როგორი იქნებოდა ეს ზალისხმევა ირანს, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ ირანს, რომ ბირთვული შესაძლებლობები ჰქონდეს, რას გააკეთებდნენ ისინი, რომ ისარგებლონ ნებისმიერი უპირატესობით, დაწყებული მარიონეტული ძალებით, დამთავრებული საერთაშორისო ტერორიზმის დაფინანსებით. კონგრესში გამართულ სხდომაზე ოპონენტებმა ასევე გააკრიტიკეს ტრამპის დამოკიდებულება მოკავშირეების მიმართ. როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტი არ მალავს, რომ უკმაყოფილება ნატოს წევრების უარით ჩაერთონ ჰორმუზის სრუტის გახსნის ოპერაციაში. ტრამპის გაღიზიანება ასევე გამოიწვია გერმანიის კანცლერის ბოლო განცხადებებმა, რომელშიც ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ ირანმა ამერიკის შეერთებული შტატები დაამცირა. ამ ფონზე ამერიკის პრეზიდენტი გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ძალების ნაწილის გაყვანითაც დაიმუქრა. ბერლინში განაცხადეს, რომ მზად არიან ეს საკითხი განიხილონ, თუმცა ამასთან ერთად მერცმა ტონის საგრძნობლად შეარბილა და ირანს მოუწოდა საზღვაო გზების ბლოკირება შეწყვიტოს. ჩვენი გზავნილი ასეთია, ირანი უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მან დროის გაჭიანურება უნდა შეწყვიტოს. მას არ უნდა ჰყავდეს აყვანილი მძევლად მთელი რეგიონი და რა თქმა უნდა მსოფლიო. ირანის სამხედრო ბირთვული პროგრამა უნდა შეწყდეს. არ უნდა იყოს თავდასხმები ისრაელზე და ჩვენს პარტნიორებზე რეგიონში. მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერის კრიტიკა არ შეწყვიტა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბოლო ჩანაწერში ტრამპმა მოუწოდა მერცს უფრო მეტი დრო რუსეთისა და უკრაინის ომის მოგვარების საკითხს დაუთმოს. ამასთან ერთად, ამერიკული მედია წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი კოალიცია ჩამოაყალიბოს და ცდილობს ქვეყნები ამ კოალიციაში მონაწილეობაზე დაითანხმოს. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 1 მაისისთვის ელოდება ირანისაგან მოლაპარაკებების განახლების შესახებ ახალ წინადადებას.